მოგესალმებით. გერმანია დღეს ევროკავშირის ზოგადი მდგომარეობის სახეა. ის ტენდენციები, რასაც ამ ქვეყანაში ვხედავთ, ზუსტად ასახავს იმ მოცემულობას, რის მიხედვითაც ბრიუსელის ბიუროკრატია მართავს ევროკავშირს. გერმანიის ზოგადი როლის შესუსტება იქნება ეს თუ ის ორმაგი სტანდარტები, რითიც გერმანიის ხელისუფლება უდგება საკითხებს, ევროკრატების მიდგომების ზუსტი განსახიერებაა. უბრალოდ ამის შედეგი ის არის, რომ გერმანიის როლი როგორც ევროკავშირის, ისე მსოფლიოს გეოპოლიტიკურ თამაში იკლებს. ამაზე უკვე ევროპაშიც საუბრობენ და ამავეზე მეტყველებს გერმანიის პოლიტიკურ-ეკონომიკური სურათი. დავიწყოთ იმით, რომ როგორც ჩანს, გერმანიის პოლიტიკურ ელიტას ყელში ფხასავით აქვს გაჩხერილი პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის. იგივე შეიძლება ითქვას ევროკრატებზეც. ისეთი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს აყენებენ ბრიუსელის დიქტატზე მაღლა, არალეგალურ მიგრაციას ევროპის გადარჩენის ერთადერთ საშუალებად და LGBT იდეოლოგიას მთავარ ღირებულებად არ მიიჩნევენ, ბრიუსელის ბიუროკრატია ორმაგ სტანდარტებსა და თამაშის აკრძალულ წესებსაც იყენებს. ასეთ დროს დასაშვებია პარტიების აკრძალვის ინიცირებას, პოლიტიკოსების საჯარო სივრციდან განდევნა და დემონიზაცია. დასაშვებია არჩევნების გაუქმებაც კი, თუკი ამას Deep State-ის ინტერესები მოითხოვს. ასე ხდება გერმანიაში პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის მიმართაც. ისეთი პარტიის აკრძალვა, რომელიც ყველაზე მაღალ რეიტინგულია და ბუნდესტაგშიც აქვს სოლიდური წარმომადგენლობა, საკმაოდ რთულია, ამიტომ აქ ბრიუსელის ბიუროკრატია საკუთარი მართვადი ორგანიზაციების საშუალებით ვითარების შემზადებას ცდილობს. საზოგადოება ჯერ უნდა მიაჩვიონ იმ აზრს, რომ პარტია საფრთხეს წარმოადგენს, რომ მათი არსებობა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს საფრთხეს უქმნის და გამოსავალი ამ პარტიის აკრძალვა შეიძლება იყოს. თუმცა რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება რთული სათქმელია. ივნისის მონაცემებით პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის რეიტინგი დაახლოებით 29%-ია. მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება გერმანიის მმართველი კოალიციის პარტიების რეიტინგი და ასევე კანცლერის ფრიდრიხ მერცის რეიტინგი. როდესაც სახალხო მხარდაჭერა ჭარბობს პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხარდაჭერას, ძნელია ამას ანგარიში არ გაუწიონ გერმანიაში. ისიც უნდა ითქვას, რომ პარტიების აკრძალვითა და პოლიტიკური ოპონენტების დევნით გერმანიის მდგომარეობა არ გამოსწორდება. გერმანიის პოლიტიკურ-ეკონომიკური სურათი საკმაოდ ცუდად გამოიყურება. გერმანიაში კეთილდღეობის თანასწორობის ასოციაციის ახალ ანგარიში ნათქვამია, რომ ქვეყანაში სიღარიბის დონე გაიზარდა და დაახლოებით 16% შეადგინა. ასევე ახალი მონაცემების მიხედვით რთულ მდგომარეობაშია გერმანიის მრეწველობაც. 2026 წლის აპრილში გერმანიის მეტალურგიულმა და ელექტროტექნიკურმა ინდუსტრიამ 15,600 სამუშაო ადგილი დაკარგა. 2019 წლის შემდეგ კი ამ სექტორში სამუშაო ადგილები 320,000-ით არის შემცირებული. გერმანიაში ამ დარგის დამსაქმებელთა კავშირში აცხადებენ, რომ ახლო მომავალში შესაძლოა კიდევ 300,000 სამუშაო ადგილი გაუქმდეს. ამ სირთულეების ფონზე გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინაზე ფიქრითა და ზელენსკის მხარდაჭერით უფრო მეტად არის დაკავებული, ვიდრე გერმანიაში ვითარების გამოსწორებით. მერცი, ისევე როგორც ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერები, ბრიუსელის ბიუროკრატიის ხაზს მიხვევიან, სადაც მთავარი არის არა ევროპის და ამ შემთხვევაში გერმანიის ინტერესები, არამედ Deep State-ის დიქტატის გაძლიერება ევროკავშირის დასუსტების ხარჯზე. ანი ნადირაშვილის სიუჟეტში ნახავთ, როგორც ცდილობს გერმანული პოლიტიკური ელიტა გარდაუვალი მარცხის გადავადებას. ალტერნატივა გერმანიისთვის მოსახლეობის ფავორიტი ხდება. ამომრჩეველი მზად არის ვაიდელს ხმამისცეს. მის პარტიას ქვეყნის მართვა ანდოს. მაგრამ გერმანიაში დემოკრატიას წითელი ღილაკი უპოვეს და ამ ღილაკზე ხელის დაჭერით გერმანიის ხელისუფლებას ყველაზე პოპულარული პარტიის გაუქმება სურს. AfD, Alternative for Deutschland, has been classified as an extremist organization. ბოლო ერთ კვირაში მზარდი რეიტინგის მქონე პარტიის წინააღმდეგ რამდენიმე სერიოზული მექანიზმი სინქრონულად ამუშავდა. ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 1500 გვერდიანი იურიდიული დოკუმენტი მოამზადა. 1500 გვერდი, 3 მილიონი გაანალიზებული მასალა და 8 იურისტის ერთ წელზე მეტი მუშაობა. სწორედ ამ ანგარიშმა უნდა შეუქმნას მთავარი პრობლემები ხალხის რჩეულ პარტიას. დოკუმენტის დასკვნის მიხედვით AfD ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პრინციპებსა და ადამიანის ღირსების დაცვას. დოკუმენტის ავტორები თვლიან, რომ პარტია ანტიკონსტიტუციურია.
მაგრამ ვინ არის ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ან რა მტკიცებულებებს ეყრდნობა, როცა ამდენად სერიოზულ მოთხოვნას აყენებს? ევროპიან კონსერვატივი ირონიული ტონით შენიშნავს, რომ ორგანიზაცია, რომელიც დემოკრატიულად არჩეული პარტიის გაუქმებას ითხოვს, სამოქალაქო უფლებების საზოგადოება ჰქვია. ორგანიზაცია, რომლის სახელიც ბედის ირონიით ითარგმნება როგორც სამოქალაქო უფლებების საზოგადოება, ამტკიცებს, რომ პარტია არაკონსტიტუციურია გერმანიის ძირითადი კანონის 21 მეორე მუხლის თანახმად. Deutsche Welle ამბობს, რომ ანგარიშის ავტორებმა მათ შორის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები გამოიყენეს იმის დასამტკიცებლად, რომ AfD-ის მიზნები და საქმიანობა კონსტიტუციურ წესრიგს ეწინააღმდეგება. ანგარიში ამტკიცებს, რომ AfD ანტიკონსტიტუციური პარტიაა და ამის დასადასტურებლად მოჰყავს დიდი მოცულობის მტკიცებულებები, პარტიის წარმომადგენლების განცხადებები, გამოსვლები და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები. სოციალური ქსელის პოსტები მტკიცებულებების მხოლოდ ერთ-ერთი სახეობაა. ამ სქელტანიან ანგარიშში დევს პარტიის ლიდერებისა და წევრების საჯარო გამოსვლები, ინტერვიუები, ოფიციალური განცხადებები, პროგრამული დოკუმენტები, სხვა საჯარო მასალები. ანგარიში მხოლოდ ამტკიცებს, რომ აკრძალვისთვის საკმარისი საფუძვლები არსებობს. იმისთვის, რომ საქმე ბოლომდე მივიდეს პროცესში პოლიტიკური პარტიები უკვე ჩაერთნენ. დოკუმენტი სოციალ-დემოკრატიული პარტიის SPD-სა და მწვანეების ლიდერებმა დაუყოვნებლივ გამოიყენეს და ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის აკრძალვის პროცედურის დაწყება მოითხოვეს. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბერბელ ბასმა განაცხადა, რომ საჭიროა სამართლებრივი ნაბიჯების განხილვა, ხოლო მწვანეების წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ პარტიის წინააღმდეგ ოფიციალური განაცხადის მომზადების პროცესი დაჩქარდეს. მაგრამ ფორმალურად არც ბასს და არც მწვანეებს AfD-ის აკრძალვა არ შეუძლიათ. გერმანიის კანონმდებლობით ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მხოლოდ ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს. პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა შეუძლიათ მხოლოდ ბუნდესტაგს ან ფედერალურ მთავრობას. იმისთვის, რომ ეს 1500 გვერდიანი სოციქსელების პოსტებით შედგენილი ანგარიში პარტიის იზოლაციის არგუმენტად გამოიყენონ, საზოგადოებრივი კამპანიაც იწყება. AfD-ის აკრძალვის მოთხოვნით ცნობილი საზოგადო მოღვაწეების პეტიცია ვრცელდება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაჟინებით მოუწოდებთ ბუნდესტაგსა და ბუნდესრატს სათანადო ყურადღება დაუთმონ ამ საკითხს. გადადგან ყველა აუცილებელი ნაბიჯი, რათა საფუძვლიანად შეფასდეს პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის რამდენად ერთგულია კონსტიტუციის მიმართ და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა დაიწყონ გერმანიის ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში. პირველები, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერეს, ZDF-ის ყოფილი წამყვანი რութ მოშნერი, LGBT უფლებების დამცველი და ირანული წარმოშობის კომიკოსი ენისა ამანი არიან. ხმები წარსულიდანაც ისმის. 86 წლის ფრანც მიუტეფერინგი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის SPD-ის ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი ვიცე-კანცლერია. ერთ-ერთ ინტერვიუში ის პირდაპირ ამბობს. AfD-ის სახიფათო პარტიად მივიჩნევ. ამიტომ ვფიქრობ, ახლა დროა რესპუბლიკა გამოვაფხიზლოთ და ხმამაღლა ვთქვათ. ხალხო, საფრთხე ახლოსაა. მისი თქმით, AfD-ის აკრძალვის მექანიზმი აუცილებლად სწრაფად უნდა დაიწყოს. აღიარებს, რომ პროცედურა 2029 წლის არჩევნებამდე შესაძლოა ვერ დასრულდეს, მაგრამ იმედოვნებს, რომ მაშინაც კი ღია დისკუსია თავის ეფექტს შექმნის და საზოგადოებრივ განწყობებზე იმოქმედებს. აკრძალვის პროცედურა სავარაუდოდ დიდხანს გაგრძელდება და შესაძლოა ბუნდესტაგის არჩევნების შემდეგაც კი დასრულდეს. მიუნტეფერინგი, ესეც შესაძლებელია. ჩვენ ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოს ვერ უკარნახებთ, როდის უნდა დაასრულოს და გამოაცხადოს გადაწყვეტილება. თუმცა ამ შემთხვევაში მაინც ბუნდესტაგის არჩევნებამდე გაგრძელდებოდა ღია საზოგადოებრივი დისკუსია. დემოკრატიული პარტიები აქამდე ზედმეტად ფრთხილად მოქმედებდნენ. თემაზე დისკუსია ოფიციალურად 2025 წლის მაისში გაიხსნა. გერმანიის ფედერალური კონსტიტუციის დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებით ალტერნატივა გერმანიისთვის ექსტრემისტულ პარტიად გამოცხადდა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მაშინაც არ აძლევდა ხელისუფლებას პარტიის აკრძალვის უფლებას. ბოლო სიტყვა გერმანიის ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოს ეკუთვნის. თუმცა სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ უსაფრთხოების ორგანოებს მიეცემათ საშუალება გააძლიერონ პარტიის საქმიანობაზე ზედამხედველობა, განახორციელონ მაგალითად სატელეფონო საუბრების მოსმენები. კონტროლი დააწესონ პარტიის წევრებისა და ფუნქციონირების ინტერნეტ კომუნიკაციაზე. 2025 წელი AfD-ისთვის გარღვევის წელია. წლის დასაწყისში ჩატარებულ ფედერალურ არჩევნებში პარტია მეორე ადგილზე გავა. 2026 წელს ასეთი გარღვევა შესაძლოა კიდევ განმეორდეს. არსებობს შესაძლებლობა, რომ პარტიამ პირველად თავის ისტორიაში გერმანიის რომელიმე ფედერალურ მიწაზე მთავრობის ფორმირება შეძლოს. 2029 წელს კი გერმანიის ფედერალურ დონეზე ხელისუფლებაში მოვიდეს. ამიტომაც სურთ, რომ შეაჩერონ. პირველი მცდელობა
2025 წელს ჰქონდათ, მაგრამ უშედეგოდ. AfD საკრძალვის თემაზე მიდგომა განსხვავებულია. გერმანიის კანცლერს ესმის, რომ სასამართლო მიმართულებით სიარული დაუსრულებელი პროცესია. ამიტომაც პარტიის პოლიტიკური მეთოდებით დამარცხებაზე საუბრობს. მისი პოზიცია დემოკრატიის პატივისცემას ნაკლებად უკავშირდება. კანცლერ მერცის პარტიამ განაცხადა, რომ მაგალითად სპეცსამსახურების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პარტიის საკრძალვისთვის საკმარისად დამაჯერებელი არ არის. კანცლერის პარტია პოლიტიკურ მარცხზე საუბრობს და არა არჩევნებში კონკურენტის დამარცხებაზე. რა იგულისხმება პოლიტიკურ მეთოდებში რთული გამოსაცნობი უკვე არ არის. არასამთავრობოები გააქტიურდნენ. პეტიციები ვრცელდება. მეინსტრიმული მედია პარტიის წინააღმდეგ შავ პიარს აგორებს. ცრუ და სახიფათო ბრალდებებს ტირაჟირებს. ეს ინტერვიუ შავი პიარის ერთ-ერთი კლასიკური მაგალითია. მაქსიმილიან კრა AfD-ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი პოლიტიკოსია. ალ-ჯაზირას ინტერვიუს აწყევს. ინტერვიუს განმავლობაში წამყვანი მეჰდი ჰასანი მას ძირითადად სწორედ პოლიტიკურ და მორალურ ბრალდებებს უყენებს. და აქ ყველაფერი ერთად არის რასიზმი, ეთნიკური დისკრიმინაცია, რუსული გავლენები, ჩინეთის ჯაშუშობის სკანდალი, ექსტრემისტული შინაარსის ბრალდებები. ახლა უკვე გამოკითხვებში ყველაზე ძლიერი პარტია ვართ. ორი გზა არსებობს. ან დებატებში შემოდიხართ, ან უბრალოდ გვეძახით ექსტრემისტებს და გვაჩუმებთ. ერთ ცრუ ბრალდებას მეორე მოსდევს. შემდეგ კიდევ ერთი ფეიქ ისტორია ჩნდება. მათ არგუმენტები არ აქვთ. უნდა ვიმუშაოთ და დავარწმუნოთ ადამიანები, რომ ეს ასე არ არის. თუ მთავარი მედია წლების განმავლობაში თავის აუდიტორიას ეუბნება, რომ ჩვენ დემოკრატიისთვის საფრთხე ვართ, ბუნებრივი ადამიანების ნაწილი ამას დაიჯერებს. ამ ინტერვიუმაც აჩვენა, როგორც ცდილობს წამყვანი დაამტკიცოს, რომ AfD მხოლოდ კონსერვატიული პარტია კი არა დემოკრატიისთვის სახიფათო პოლიტიკური ძალაა. დემონიზაციისა და სიძულვილის რიტორიკას გარკვეული და სამწუხაროდ ნეგატიური ეფექტი უკვე აქვს. გერმანიის ქალაქ როსტოკში AfD-ს მეკლენბურგ-პომერანიის ლანდტაგის დეპუტატს მარტინ შმიდტს თავს დაესხნენ. ნიღბიანმა პირებმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. შმიდტის თქმით, თავდამსხმელები მას მუშტებსა და წიხლებს ურტყამდნენ. რის შემდეგაც მან სხვადასხვა დაზიანება მიიღო და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მანქანა სამრეწველო ზონაში გავაჩერეთ და დარბაზისკენ მივდიოდით. მოულოდნელად ჩვენს წინ კაცების ჯგუფი გაჩნდა. მათ გვერდის ავლავ ვცადეთ, მაგრამ უცებ ჩემზე მუშტებით თავდასხმა დაიწყეს. ცდილობდი თავი დამეცვა. და ეს ერთეული შემთხვევა არ არის. ევროპიან კონსერვატივი წერს, რომ ეს ინციდენტი მაისტერზე მეორე ფიზიკური თავდასხმა იყო. 2021 წლის დეკემბერში 51 წლის პოლიტიკოს ორი ადამიანი ზურგიდან დაესხა თავს. მისი თქმით, თავდამსხმელები შეურაცხმყოფელ შეძახილებს იყენებდნენ. მათ შორის AfD-ს ნაცისტო ღორო. 1 წლის შემდეგ 2022 წლის ნოემბერში უცნობმა პირებმა მისი ავტომობილის საბურავები დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს 13 თვის განმავლობაში მის ავტომობილზე განხორციელებული უკვე მესამე მსგავსი თავდასხმა იყო. საინტერესოა, რომ პარტიებს, რომლებიც დღეს AfD-ს აკრძალვას ითხოვენ, ასეთი სისასტიკე არ დაუგმიათ. რეზოლუციების მიღება ან მოძალადეების სასწრაფო დასჯა არ მოუთხოვიათ. ამით მხოლოდ საკუთარ შიშს აჩვენებენ. AfD თითქმის ყველა ბოლო გამოკითხვაში ლიდერობს. მისი მხარდაჭერა ზოგიერთ კვლევაში უკვე 30%-ს უახლოვდება. აღმოსავლეთ გერმანიაში პარტია დამაჯერებლად ლიდერობს, ხოლო დასავლეთ გერმანიაში მხარდაჭერას თანდათან ზრდის. და ეს შემთხვევითი არ არის. პარტია საზღვრების გაკონტროლების და მიგრაციის შემცირების, უკრაინაში ომის დასრულებისა და რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ინიციატივით გამოდის. პარტიის რეიტინგის ზრდა აჩვენებს, რომ გერმანელების დაკვეთაც სწორედ ეს არის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი იყო ანგელა მერკელის ღია კარის მიგრაციული პოლიტიკა 2015 წლის მიგრაციული კრიზისის დროს. სწორედ მაშინ მივიღეთ AfD-ს პირველი დიდი გარღვევა, როგორც ამას თავად პარტიაც უწოდებს. შემდეგ კრიზისების მთელი ჯაჭვი იყო პანდემია, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ენერგეტიკული კრიზისი, ცხოვრების გაძვირება. გერმანია უკვე მესამე წელია ეკონომიკურ სტაგნაციაშია. ეკონომიკური ზრდა არ არის. მოსახლეობას მომავლის მიმართ სერიოზული გაურკვევლობა და შფოთვა აქვს. სწორედ ეს საკითხებია, რომლებიც ამომრჩეველს AfD-სკენ უბიძგებს. ჩანს, როგორ შეიძლება უკრაინის ომთან დაკავშირებულმა დიდმა საკითხებმა გავლენა მოახდინოს გერმანიის შიდა პოლიტიკასა და ხელისუფლების მოქმედების შესაძლებლობებზე. მაგრამ ევრობიუროკრატია სწორედ მიგრაციას, უკრაინაში ომს და სანქციებს მხარს უჭერს. ამიტომაც მათ ახლა არც გერმანელი ხალხის ინტერესები აღელვებთ და არც დემოკრატია. AfD საკრძალვა უკვე გადაწყვეტილი აქვთ. პროცესის უკან, რომ სწორედ ფონ დერ ლაიენის ევროკრატია დგას, იქიდანაც ჩანს, რომ ბრიუსელში ევროკავშირის ზედამხედველმა ორგანომ დაიწყო იმ ევროპული პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ინიცირება, რომლის შემადგენლობაშიც AfD-ც შედის. საბაბად დასახელდა ეჭვი, რომ ეს პარტია ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს. ბრიუსელის რეაქციაც ისეთ
ისეთივეა, როგორც გერმანიის პოლიტიკური ისტაბლიშმენტის. ფონ დერ ლაიენი ამ პროცესში ცუდს რა თქმა უნდა ვერაფერს ხედავს. თუმცა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, ბრიუსელიდან მწვავე პოლიტიკური რეაქცია წამოვიდა. ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია. ევროპული ინსტიტუტებიდან კი განცხადებები გაკეთდა დემოკრატიის უკუცვლის შესახებ. ამ შემთხვევების შედარებისას ხშირად ისმის კითხვა, რამდენად ერთნაირი სტანდარტით ფასდება კონკრეტული გარემოებები. საქართველოში აკრძალვის მოთხოვნა ეხება პარტიას, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება არაერთი სისხლის სამართლის საქმე, გამოტანილი განაჩენები და არაერთი გადაწყვეტილება, მათ შორის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ განხილული საქმეებიც. AFD კი ფედერალურ ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილა. მისი პოლიტიკური გავლენა მთლიანად არჩევნებში მიღებულ მხარდაჭერას ეფუძნება. ის არჩევნებში იბრძვის არჩევნებით, მაშინ როცა ნაციონალური მოძრაობა აქ სისხლიან რევოლუციებს აორგანიზებს. დემოკრატიულ და პოლიტიკურ თამაშის წესებს მთლიანად უგულებელყოფს. სწორედ აქ იწყება ორმაგი სტანდარტების შესახებ დისკუსიაც. გერმანიის დღევანდელი მდგომარეობის დემონსტრაცია იყო ისიც, რომ ივნისის დასაწყისში გერმანიამ გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილი ვერ მოიპოვა. ევროპული გამოცემები კი უკვე წერენ, რომ ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობას იკლებს ევროპის შიგნით. ამ ფონზე პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის აკრძალვის ინიციატივები დიდი ალბათობით ისევ გერმანიის ხელისუფლებას შეუტრიალდება უკუ შედეგებით. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.